მე მწერალი ვიყავი, წიგნებს ვწერდი. მე ახლაც ვწერ მათ, მაგრამ არავინ იცის ამის შესახებ. ახლა არავინ მხედავს. უცნაური რამ დამემართა. მინდა ამის შესახებ მოგიყვეთ. ამიტომ სახლიდან გადავედი და პატარა ოთახი ვიპოვე. ეს კარგი ოთახია მწერლისთვის, გავიფიქრე. მინდა აქ დავწერო ჩემი წიგნი. პატარა ოთახი იყო, მაგრამ მომეწონა. ის ძალიან მშვიდი იყო. დავიწყე ჩემს წიგნზე მუშაობა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ რაღაცეები დაიწყო. უცნაური რაღაცეები. ერთ დღეს მაგიდასთან ვიჯექი. ხელში კალამი მეჭირა. უცებ გავიფიქრე. ყავა მინდა, მაგრამ არ მაქვს. გადავწყვიტე მაღაზიაში წავსულიყავი. კალამი მაგიდაზე დავდე და წამოვედი. როდესაც დავბრუნდი, ჩემი კალმის ძებნა დავიწყე. ის მაგიდაზე არ იყო. იატაკს, სკამს და შემდეგ ისევ მაგიდას გავხედე, მაგრამ ის იქ არ იყო. ვერაფერი გავიგე, გავიფიქრე. იმ ღამეს კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა. საწოლში ვიწექი და ოთახში სიჩუმე იყო. უეცრად თვალები გავახილე. ეს რა იყო? გამიკვირდა. შემდეგ ხმა გავიგე. მამაკაცის ხმა. ვინ არის აქ? მე ვიყვირე. მაგრამ პასუხი არ იყო. ოთახში არავინ იყო. ვერაფერი გავიგე და შემეშინდა. რა უნდა გავაკეთო? გავიფიქრე. ეს რა იყო? ამის შემდეგ ყოველდღე უცნაური რამ ხდებოდა, მაგრამ წიგნის წერა უნდა დამემთავრებინა, ამიტომ იქ დავრჩი. ოთახი ძალიან პატარა იყო. მასში ბევრი რამ არ იყო, მხოლოდ საწოლი, მაგიდა და სკამი და კედელზე სარკე ეკიდა. ეს ძალიან ძველი სარკე იყო და მომეწონა. და შემდეგ ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე და დავინახე ის. ეს მე არ ვიყავი. ამ კაცს წვერი ჰქონდა, მე კი არა. მე სწრაფად დავხუჭე თვალები და ისევ გავახილე და სარკეში ჩავიხედე. ამჯერად სარკეში ჩემი სახე დავინახე. არა, ეს არ ყოფილა, უბრალოდ მომეჩვენა, გავიფიქრე. არანაირი კაცი არ ყოფილა სარკეში. შევცდი. იმ დღეს სასეირნოდ წავედი და ჩემს წიგნზე არ მიმუშავია. არ მინდოდა იმ ოთახში ყოფნა. მე აღარ მინდოდა არც უცნაური რამეების ნახვა და არც მათი მოსმენა, მაგრამ ღამით სახლში დავბრუნდი. ოთახში სიწყნარე იყო. სარკეში ჩავიხედე და ისევ ჩემი სახე დავინახე. მაგრამ მაინც არ ვიყავი ძალიან ბედნიერი. დავწექი დასაძინებლად, მაგრამ ვერ დავიძინე. მინდა ხვალვე წავიდე აქედან, გავიფიქრე და ამის შემდეგ ჩამეძინა. მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა. ზუსტად დავინახე, როგორ იდგა ვიღაც კაცი ჩემს საწოლთან და როგორ დამელაპარაკა. შენ ვერ წახვალ, აქ უნდა დარჩე ჩემთან, მითხრა მან. თვალები გავახილე, შემცივდა და ძალიან შემეშინდა.
ახლავე მინდა წასვლა, ვუთხარი ჩემს თავს. არც ერთი წუთით აღარ მინდა აქ დარჩენა. მე სწრაფად ჩავაწყვე ჩემი ნივთები ჩემოდანში. მინდოდა მაშინვე წავსულიყავი. ვერ ვივიწყებდი იმ კაცს, ამიტომ საშინლად ვიყავი შეშინებული. მაგრამ რას ვშიშობდი ზუსტად, თვითონაც არ ვიცოდი. გავიფიქრე, ხო, მე ახლავე მივდივარ. ოთახი დავათვალიერე და ისევ სარკეში ჩავიხედე და ამის შემდეგ ვიგრძენი, რომ კიდევ უფრო მციოდა და უფრო მეშინოდა. სარკეში კაცი ვერ დავინახე. რატომ? იმიტომ რომ ის იქ აღარ იყო. ასევე ვეღარ ვხედავდი ჩემს სახესაც, მაგრამ რატო? ვცადე, მეყვირა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ხმა საერთოდ არ მქონდა და სწორედ მაშინ დავინახე იგი. დავინახე იგივე კაცი, წვერიანი კაცი, მაგრამ ამჯერად ის სარკეში არ იყო. ის იჯდა მაგიდასთან, ჩემი კალმით ხელში. ის ჩემი კალმით ჩემს წიგნს წერდა. ისე გავბრაზდი, რომ ვცადე მასთან ლაპარაკი, მაგრამ ვერ შევძელი, ხმა არ მქონდა. ის მეორე კაცი არ ლაპარაკობდა. უბრალოდ იღიმოდა და წერდა. მოულოდნელად კარზე კაკუნი გავიგონე და მეგობრის ხმა მომესმა. იქ ხარ? მითხრა ჩემმა მეგობარმა. მინდა გნახო. რა ბედნიერი ვიყავი. ჩემმა მეგობარმა უნდა დამეხმაროს, ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავინძრიე. სხვა კაცი კართან მივიდა და გააღო. შემოდი, უთხრა მან ჩემს მეგობარს. შემოდი და ნახე ჩემი ოთახი. ჩემს წიგნს ვწერ. ჩემი მეგობარი ოთახში შევიდა, მაგრამ ვერ დამინახა. ის იმ კაცს გაუღიმა. ჩემმა მეგობარმა თქვა: ო, შენ ახლა წვერი გაქვს. მე ისევ და ისევ ვცდილობდი საუბარს, მაგრამ არ შემეძლო. ჩემმა მეგობარმა ვერ დამინახა, ვერ გამიგონა. ის მხოლოდ იმ სხვა კაცს ხედავდა. ახლა იმ სხვა კაცს ჩემი ოთახი ჰქონდა და მას ასევე ჰქონდა ჩემი სახე და ჩემი ხმა და ის აპირებდა ჩემი წიგნის დასრულებას, ჩემს მაგივრად. მაგრამ იმ კაცმა ერთი რამ არ იცის. მე ჯერ კიდევ შემიძლია წერა და შემიძლია ჩემი ისტორიის მოყოლა და ჩემს ისტორიას ახლა თქვენ გიყვებით. მე მწერალი ვიყავი. წიგნებს ვწერდი. მე ახლაც ვწერ მათ, მაგრამ არავინ იცის ამის შესახებ. ახლა არავინ მხედავს. უცნაური რამ დამემართა. მინდა ამის შესახებ მოგიყვეთ. ამიტომ სახლიდან გადავედი და პატარა ოთახი ვიპოვე. ეს კარგი ოთახია მწერლისთვის, გავიფიქრე. მინდა აქ დავწერო ჩემი წიგნი. პატარა ოთახი იყო, მაგრამ მომეწონა. ის ძალიან მშვიდი იყო. დავიწყე ჩემს წიგნზე მუშაობა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. შემდეგ რაღაცეები დაიწყო. უცნაური რაღაცეები. ერთ დღეს მაგიდასთან ვიჯექი. ხელში კალამი მეჭირა. უცებ გავიფიქრე. ყავა მინდა, მაგრამ არ მაქვს. გადავწყვიტე მაღაზიაში წავსულიყავი.
კალამი მაგიდაზე დავდე და წამოვედი. როდესაც დავბრუნდი, ჩემი კალმის ძებნა დავიწყე. ის მაგიდაზე არ იყო. იატაკს, სკამს და შემდეგ ისევ მაგიდას გავხედე, მაგრამ ის იქ არ იყო. ვერაფერი გავიგე, გავიფიქრე. იმ ღამეს კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა. საწოლში ვიწექი და ოთახში სიჩუმე იყო. უეცრად თვალები გავახილე. ეს რა იყო? გამიკვირდა. შემდეგ ხმა გავიგე. მამაკაცის ხმა. ვინ არის აქ? მე ვიყვირე. მაგრამ პასუხი არ იყო. ოთახში არავინ იყო. ვერაფერი გავიგე და შემეშინდა. რა უნდა გავაკეთო? გავიფიქრე. ეს რა იყო? ამის შემდეგ ყოველდღე უცნაური რამ ხდებოდა, მაგრამ წიგნის წერა უნდა დამემთავრებინა, ამიტომ იქ დავრჩი. ოთახი ძალიან პატარა იყო. მასში ბევრი რამ არ იყო, მხოლოდ საწოლი, მაგიდა და სკამი და კედელზე სარკე ეკიდა. ეს ძალიან ძველი სარკე იყო და მომეწონა და შემდეგ ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე და დავინახე ის. ეს მე არ ვიყავი. ამ კაცს წვერი ჰქონდა, მე კი არა. მე სწრაფად დავხუჭე თვალები და ისევ გავახილე და სარკეში ჩავიხედე. ამჯერად სარკეში ჩემი სახე დავინახე. არა, ეს არ ყოფილა, უბრალოდ მომეჩვენა, გავიფიქრე. არანაირი კაცი არ ყოფილა სარკეში. შევცდი. იმ დღეს სასეირნოდ წავედი და ჩემს წიგნზე არ მიმუშავია. არ მინდოდა იმ ოთახში ყოფნა. მე აღარ მინდოდა არც უცნაური რამეების ნახვა და არც მათი მოსმენა, მაგრამ ღამით სახლში დავბრუნდი. ოთახში სიწყნარე იყო. სარკეში ჩავიხედე და ისევ ჩემი სახე დავინახე, მაგრამ მაინც არ ვიყავი ძალიან ბედნიერი. დავწექი დასაძინებლად, მაგრამ ვერ დავიძინე. მინდა ხვალვე წავიდე აქედან, გავიფიქრე და ამის შემდეგ ჩამეძინა. მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა. ზუსტად დავინახე, როგორ იდგა ვიღაც კაცი ჩემს საწოლთან და როგორ დამელაპარაკა. შენ ვერ წახვალ, აქ უნდა დარჩე ჩემთან, მითხრა მან. თვალები გავახილე, შემცივდა და ძალიან შემეშინდა. ახლავე მინდა წასვლა, ვუთხარი ჩემს თავს. არც ერთი წუთით აღარ მინდა აქ დარჩენა. მე სწრაფად ჩავაწყვე ჩემი ნივთები ჩემოდანში. მინდოდა მაშინვე წავსულიყავი. ვერ ვივიწყებდი იმ კაცს, ამიტომ საშინლად ვიყავი შეშინებული. მაგრამ რას ვშიშობდი ზუსტად, თვითონაც არ ვიცოდი. გავიფიქრე, ხო, მე ახლავე მივდივარ. ოთახი დავათვალიერე და ისევ სარკეში ჩავიხედე და ამის შემდეგ ვიგრძენი, რომ კიდევ უფრო მციოდა და უფრო მეშინოდა. სარკეში კაცი ვერ დავინახე. რატომ? იმიტომ რომ ის იქ აღარ იყო. ასევე ვეღარ ვხედავდი ჩემს სახესაც, მაგრამ რატო? ვცადე, მეყვირა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ხმა საერთოდ არ მქონდა და სწორედ მაშინ დავინახე იგი. დავინახე იგივე კაცი, წვერიანი კაცი, მაგრამ ამჯერად
ის სარკეში არ იყო. ის იჯდა მაგიდასთან, ჩემი კალმით ხელში. ის ჩემი კალმით ჩემს წიგნს წერდა. ისე გავბრაზდი, რომ ვცადე მასთან ლაპარაკი, მაგრამ ვერ შევძელი, ხმა არ მქონდა. ის მეორე კაცი არ ლაპარაკობდა. უბრალოდ იღიმოდა და წერდა. მოულოდნელად კარზე კაკუნი გავიგონე და მეგობრის ხმა მომესმა. იქ ხარ? მითხრა ჩემმა მეგობარმა. მინდა გნახო. რა ბედნიერი ვიყავი. ჩემმა მეგობარმა უნდა დამეხმაროს, ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავინძრიე. სხვა კაცი კართან მივიდა და გააღო. შემოდი, უთხრა მან ჩემს მეგობარს. შემოდი და ნახე ჩემი ოთახი. ჩემს წიგნს ვწერ. ჩემი მეგობარი ოთახში შევიდა, მაგრამ ვერ დამინახა. ის იმ კაცს გაუღიმა. ჩემმა მეგობარმა თქვა: ო, შენ ახლა წვერი გაქვს. მე ისევ და ისევ ვცდილობდი საუბარს, მაგრამ არ შემეძლო. ჩემმა მეგობარმა ვერ დამინახა, ვერ გამიგონა. ის მხოლოდ იმ სხვა კაცს ხედავდა. ახლა იმ სხვა კაცს ჩემი ოთახი ჰქონდა და მას ასევე ჰქონდა ჩემი სახე და ჩემი ხმა და ის აპირებდა ჩემი წიგნის დასრულებას ჩემს მაგივრად. მაგრამ იმ კაცმა ერთი რამ არ იცის. მე ჯერ კიდევ შემიძლია წერა და შემიძლია ჩემი ისტორიის მოყოლა და ჩემს ისტორიას ახლა თქვენ გიყვებით. რას ფიქრობ ამის შესახებ? ეთანხმები ამ კომენტარს?